11 სექტემბერს ბრიუსელში ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის ოფიციალური რეგისტრაცია შედგა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბრიუსელში მდებარეობს, ხოლო ოფისები უკვე გაიხსნა პარიზსა და ნიუ-იორკში. ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო ევროპული მოძრაობის დამფუძნებლის ნესტარ კირთაძის თქმით, ეს იქნება ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ისევ როგორც ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირ სამშვიდობო დიალოგის დაწყებისთვის. მოძრაობის პირველი პრესკონფერენცია ბრიუსელში 16 ოქტომბერს ჩატარდება, შეხვედრას პრინცი ალბერტი და პრინცესა მატილდა დაესწრებიან. სწორედ ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა გახდება და უკვე ხდება ხიდი ჩვენი ნათესავი ხალხებისათვის, აფხაზებისათვის, ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან აქტიურად დასაკავშირებლად და სამხრეთ ოსეთის ოსობისათვის ასევე ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან დასაკავშირებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ევროპა ღვთისწყალობით აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ ვერც იზოლაციაში დავტოვებთ ჩვენს ნათესავ ხალხებს.